აი კოცებზე უკეთესი ვინ არის, აბა? მოვიდნენ რაღაც პატრიოტები, ახალგაზრდები, ეროვნული ძალები და დაუჭერთ მხარს. თავრობა მარტო ნაცებს და აგენტებს ებრძვის, თორე ნამდვილი ოპოზიცია რო ყავდეს კი არავინ შეეხება. ხო ალბათ ბევრ თქვენგანს გსმენიათ ეს ფრაზები მთავრობისგან თუ მათი ზოგიერთი მხარდამჭერისგან. და რატო არის იცით ეს ყველაფერი ტყუილი, ჩემი ერთ-ერთი როგორც რიგითი ბლოგერის თუ აქტივისტის მაგალითს. თუ ჩემ ვიდეოსა და პოსტებს გადახედავთ, ნახავთ რომ მთავრობაზე არანაკლებ ხშირად ნაცებსა და ყველა ამ ძირითად ოპოზიციურ პარტიას ვაკრიტიკებ და საერთოდ ვფიქრობ, რომ იმისაც რომ კოცები დავამარცხოთ, ჯერ ნაცები უნდა გადავრეცხოთ ერთხელ და სამუდამოდ. იმასაც ვსაუბრობ, რომ ქართული ოცნების ზოგიერთი პოლიტიკა, მათ შორის რუსეთთან ფრთხილი თუ კონსტრუქციული მიდგომა, უკრაინის კონფლიქტში არჩევის პოლიტიკა, სწორი და უალტერნატივოა. სხვა საკითხია, რომ შენს ოკუპანტ ქვეყანასთან ომში მყოფი სახელმწიფო, ნაუში არ უნდა დასცინო და არ უნდა ლანცხო. იმასაც ვამბობ, რომ ეს მემარცხენე ლიბერალური ტალღა სრული სიგიჟე არა მარტო ჩვენთვის, არამედ თვითონ დასავლეთში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობისთვის, რაც დაადასტურა კიდეც ამერიკაში ტრამპის არჩევამ. იმასაც ვამბობ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა საქართველოს ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ უპირველეს ყოვლისა ყველა საკითხის გადაწყვეტის პროცესში. ანუ ჩემი ძირითადი პრეტენზია კოცების მიმართ არის ის, რომ ქვეყანაში ყვავის კორუფცია და ნეპოტიზმი, ის რომ სასამართლო ისევ ნაცების, მურუსიძის და ჩინჩალაძის ხელშია, ის რომ პოლიცია უკვე ნაცების საუკეთესო სტილში თუ ტრადიციებში ცემს და აწამებს დაკავებულ ადამიანებს. და ის რომ იმის ფონზე რომ ოკუპანტ ქვეყანაზე ერთ გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ათქმევინებ მათ, გადასული არიან დასავლეთის ქვეყნებისა და ლიდერების დაბიო და უხამს ლანცხვაზე. ზუსტად ამაზე ჩავწერე ერთ-ერთი ბოლო ვიდეო, სადაც გავაკრიტიკე ზარქვა ესტონეთის საგარეო მინისტრის მიმართ გაკეთებული მართლაც სამარცხვინო განცხადების გამო. უკან გაიკეთე, ეგ შენი სანქცია. რა ქნის კოცებმა? შემომისიეს რაც ტროლბოტები და მინძახის რაც ნაცი, მოღალატე, ლიბერასტი, გამყიდველი და აი ყველაფერი, რასაც ეძახიან ხოლმე ყველას, ვინც აკრიტიკებს მათ. ხო და მეგობრებო, რეალურად ნაცების პოლიტიკაში ყოფნა პირველ რიგში სწორედ მათ კოცებს აწყობთ. მათ მართლაც რომ ზდომოდათ ნაცების დასრულება ჯერ კიდევ 2012 წელს შეეძლოთ გაეკეთებინათ, მაგრამ ეს რომ ეკნათ, მე რითი შეგაშინებდნენ თქვენ და რას დაუძახებდნენ ყველას, ვინც მათ აკრიტიკებს. მაგრამ მეგობრებო, ადრე თუ გვიან ჩვენ, ქართველი ხალხი, დავასრულებთ ნაცებსაც და კოცებსაც. იმიტომ რომ ჩვენ ქართველი ხალხი ვართ ამ ორივეზე უკეთესი და შესაბამისად ვიმსახურებთ უკეთეს.